all მე ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ უნდა მოვაცილოთ Soloflution TT პაკეტი ჩვენ counters. ხო, ამისთვის უნდა მომყვეთ ახლა. ხო, ჩვეულებრივად ეს პაკეტი როგორც ვიცით counters უშლის ხელს და ჭედავს. ხო და აი ამ დროს ხო ჭედავს და აი ამ დროს ჩვეულებრივად განახებთ ახლა ვიდეოში თუ როგორ უნდა გავაკეთოთ. აი ამ დროს აი აქ აწერს warning Soloflution TT packet. იცით, როცა ჭედავს თქვენი კომპიუტერი, მაგრამ შეიძლება რა короче ჭედავდეს, მაგრამ აი ეს არ დაეწეროს და მაშინ უკვე სხვა პრობლემა აქვს შენ counter-სთან. როცა აი ამას დაგიწერს და თან ჭედავს, აი მაშინ უკვე პრობლემა რაღაცა და აი ამ პრობლემის გადასაჭრელად ეხლა უნდა განახოთ ეს, ხო, აი როცა დააჭერს, აი ამას დააჭერს კი არა, დააწერს. შემდეგ შევალ ჩვეულებრივად აი აქ ჩვენი მეფში ვაჭერ მაუსის მარჯვენა კვირტილაკს და короче შევდივართ ფერფერეთის თუ რაღაცაში რა. ხო და შემდეგ აი შევდივართ compatibility. შემდეგ აი ამას ვაჭერთ ესე, ახლა მე გაკეთებული მაქვს და აი აქ თქვენთან იქნება Windows XP Service Pack 3. იტოქში ეს აი ამის გამო ჭედავს რა. ხო და ჩვენ უნდა დავაყენოთ ახლა короче Windows XP Service Pack 2. შემდეგ დავაჭერთ F-ს და ოკეი, ჩვეულებრივად როგორც ვიცით, აი counters როცა ესა ჩავწერეთ რა, იტოქში აი ამის გარეშე რაღაცა ამ გერბის გარეშე ხო აწერია რა. გერბის გარეშე თვითონ ეს counter-ის პროგრამა აგერთ დესკტოპში მოცემული და როცა მაგ იმას ჩავწერთ რა, აი ეხლა მე რას გავაკეთე, იმას რო გავაკეთებ, შემდეგ აი ეს გერბი ექნება აი ამ counter-ს და ამ დროს ჩართული იქნება ჩვეულებრივად აი იმის რაღაც ანტი პროგრამას ავით აი ამ Soloflution TT packet და Soloflution TT packet-ი არ იქნება და თუ მაინც იქნა და მაინც ვერ გამოიყვა მას შედეგი, ეს უკვე ინტერნეტის ბრალი იქნება, რადგან ინტერნეტი როცა სლაბია, მაშინ აკეთებს აი ამას. მადლობა. ავი დინა